დღეობა არის ჩვენი და როგორც ახალი წელი რო იწყება, ახალი წლის დასაწყისის რო იწყება და როგორც ჩვენი ეს წესი და ადათია ჩვენი. გლოჯას ერესალი არის გაზაფხულის დღესასწაული, წინა სახალხო მზადებას უწოდებენ ამას და გლოჯი თვითონ სიტყვა ნიშნავს პასკას, ანუ გულიჩს, ერესალი ახალ წელს. ანუ წინა სახალხო ნამცხვარს. დაკავშირებულია ბუნების გაცოცხლებასთან და ეზიდები აცხობენ დიდ გულიჩს, სადაც ათავსებენ მძივს. შემდგომ ამ გულიჩს ჭრიან, ყოფენ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს ასევე ყოფენ 7 ნაწილად და წმინდანთა სახელებს ასახელებენ, მოიხსენიებენ და მათ სახელზე ჭრიან ამ 7 ნაწილს. მეორე დღე რო დაჭრიან, ოჯახის უფროსი დაჭრის და თითო ყველა ოჯახის წევრებს. და აი ასე მძივე ეხლა ვისაც შეხვდება, ეს წელი იქნება მაგისთვის როგორც ბედნიერების მომტანი წელი. ეზიდები ამ დღესასწაულის აღნიშვნისას ამზადებენ ნაციონალურ კერძებს და ამ ერთ-ერთ ქადასთან ერთად გააქვთ მეზობლებთან, ნათესავებთან და ეზიდებს მიაჩნია, რომ ეს მიუვა მათ მიცვალებულებს და ამით იხსენიებენ მიცვალებულების სულებს. Ejdavare mamacan, granonimia qabide. Lojavas sametide. Короче, мебро зиёратибе, рисқбе, авдоибе, саҳат қаватбе нафаримро, унҷи сарчаваротна ходи доиватбе. Дастури навеши ходи. Ава пора хата ҷуд. ეზიდური ტრადიციის თანახმად, როცა შეიხადი მოევლინა ამ ქვეყნად, ამას ლალიში მის გარშემო შეიკრდნენ მისი მოსწავლენი, ეზითა წმინდანები. და ყოველ წელს გაზაფხულზე ხდებოდა ამ წმინდანთა მეთაურის არჩევა. და ნათქვამია, რომ აცხობდნენ გულოჯს, ათავსებდნენ მასში მძივს და ვისაც შეხვდებოდა ეს მძივი, რო იჭრებოდა ეს გულიჩი, ის სათავეში ჩაუდგებოდა ამ წმინდანთა კრებას. ყოველ წელს ეზიდები აცხობენ ამ გულიჩს, იჭრება წმინდანთა სახელებზე და საინტერესოა, რომ მათ რომელი წმინდანების სახელები მოიხსენიება. ჯერ თავიდან იჭრება და მას უწოდებენ გუთნის კვალს. შემდეგ 7 წმინდანის სახელზე იჭრება. შემდეგი არის ოჯახის მფარველის სახელი, შემდგომ მამეშვანს უწოდებენ, ეს წვრილფეხა საქონელთან არის დაკავშირებული, მათი მფარველი, გავანე ზარზანი, მსხვილფეხა ჩლიქოსანი საქონლის მფარველია, ხატუნა ფახრა, ქალებისა და ბავშვების მფარველი და დაუსი მალაკსაც მოიხსენიებენ, თავარ ანგელოზის სახელს მოიხსენიებენ. ითვლება, ვისაც შეხვდება მძივი, რომელიც წმინდანსაც, ის იქნება იმ წელს ოჯახის მფარველი. Დღევან დღე არის ჩვენ ეზებში ძალიან ისეთი ნიშნულოვანი დღე, რომელსაც ჩვენ
გაზაფხულის დასაწყის ნიშნამ და ჭრით ეს ასე რო თქვა ყოლოჩი და ყველა ოჯახის წევრისთვის ვანაწილებდა გერ ძივი და აბა ეს ძივი ვის შეხვდება ბედნიერი წელი იქნება სულისთვის მაგ ადამიანისთვის და აი კარგია ვისაც რო შეხვდება ბედნიერად იქნება კარგად იქნება ყველანაირად